მკვდარნი ქრისტეს მიერ აღდგენ პირველად და მაშინ ჩვენ ცხოველი მათთან ერთად და ეს აღდგომა რას ნიშნავს ჩვენ არ ვიცით, ყველა გონებრივად მოეცდებით გაიაზროთ, ეს არის აბსოლუტურად გონებამიუწვდომელი მოცემულობა, ჩვენ არ ვიცით რა მოხდება, როგორ მოხდება სულისა და სხეულის შეერთება, კვლავ და ეს რას ნიშნავს და რა იქნება ეს არ ვიცით. უბრალოდ ეს არის ტერმინი, რომელიც ესე უნდა მივიღოთ რწმენით, ამიტომ რომ ამის გამოცდილება სად გვაქვს. და მაშინღან ჩვენ ცხოველი, რომ ვინ ცოცხალი ვიქნებით, მათთანავე, ანუ ისინი აღდგებიან და ჩვენც მათთან ერთად ხდება ჩვენი გარდასახვა ხდება და აღტაცება ღრუბლითა შემთხვევათ უფლისა ჰაერთაზე და გახსოვთ ხო წმინდა ნიკოლოზ კავასილას ეს საოცარი სახისმეტყველებითი განმარტება, როცა დიდი მზე გამოჩნდება ქვემოდან უამრავი პატარა მზე, ანუ ადამიანები, რომლებიც ცხონებულები არიან, ის მზეები ზემოდან ტვირთი რო კიდია თოქზე, თოქს რო გადაჭრიდა, სწრაფად რო წამოვა ტვირთი, ოღონდ რო შეაბრუნო ეს. აი ეს ყველას მიზიდულობა გვექნება ამ დიდი მზისკენ, რომ გამოჩნდება დიდი მზე ქრისტე, ჩვენ პატარა მზეებს თუ ცხონდებით, ანუ მადლს თუ ვატარებთ, შიგნით პატარა მზეები ვართ, ასე მიზიდულნი ღვთის მიერ უცებ სწრაფად აღვიტაცნებით, ძალიან დიდი სისწრაფით უფლისაკენ, შემთხვევათ უფლისა ჰაერთაზე და ჰაერთაზე და ნიშნავს აი ხილული სამყაროს მიღმიერი რაღაც ტრანსცენდენტულ ყოფიერებაში გადავდივართ და ესრეთ აი რომ აღვიტაცები და უფლისაკენ მივისწრაფი და უფლისაკენ მივდივართ, ეს განსაცვიფრებელი რაღაცა სანახაობა დახატა წმინდა ნიკოლოზ კავასილმა, ესრეთ მარადის უფლისათანა ვიყოფოდით. აი მარადიულად ქრისტესთან ვიქნებით. რითაც დავიწყეთ, ჩვენი სიცოცხლე კონცენტრირებულია იესო ქრისტეზე, გაქრისტიანებული ადამიანი ამას იაზრებს, ამ რწმენით ინათლება ან ნათლობას გაიაზრებს და მისი ნათლობის აღთქმის აქტუალიზირებას ახდენს, ცხოვრობს შესაბამისად ყოველწამიერად, არა ყოველდღიურად, არამედ ყოველწამიერად და გარდაიცვალება ქრისტეში, სიცოცხლეში გადადის და უფლის დაბრუნების ჟამს შეხვდება ქრისტეს და მარადიულად ქრისტესთან იქნება. ეს არის სამოთხეც, ეს არის სასუფეველიც, ეს არის სიცოცხლეს, ეს არის ბედნიერებას, ეს არის ადამიანური თავისუფლების სრული რეალიზაციაც და ყველაფერის გონება მიუწვდომელი სიკეთე, რომლის წარმოდგენა ამ ეტაპზე ჩვენ არ შეგვიძლია. ამიტომ ფიქრი იმაზე, რომ გარდაცვალებულებს უნდა პატივი მივაგოთ, ჩვენ გვაძლევს შესაძლებლობას ვიფიქროთ იმაზე, რომ ჩვენც უნდა გარდავიცვალოთ, ფიქრობთ ასევე იმაზე, რომ ჩვენ შეიძლება აწვე მკვდარნი ვიყოთ სულიერად და უნდა გამოვხიზდეთ და გავცოცხლდეთ ღვთის მიერ და საბოლოო ჯამში ტრაგედია არის არა ის, რომ ადამიანი გარდაიცვალება ხორციელად, არამედ ტრაგედია არის ის, რომ ადამიანი მკვდარია სულიერად, თუ რა თქმა უნდა ის ასეთად დარჩა, ყველას ვარი გვწერია და უფალმა დაგვიფაროს.